მივხვდით, დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში ძირითადად ბავშვებზე და ბავშვებთან ერთად ვისაუბრებთ. უკვე შემოგვიერთდნენ ჩვენი სტუმრები. იციან თუ არა საქართველოში ბავშვებმა საკუთარი უფლებები, როგორ უნდა ვასწავლოთ მათ, რა უფლებები აქვთ და როგორ უნდა გამოიყენონ ეს უფლებები. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ახალი წარმომადგენელი ქეთი ჯაფარიძე, რომელიც ამ ახალ პროექტზე ისაუბრებს, რომელიც გამოიწყო. დაიმახსოვრე სახელები ყოჩა. უფლებების კომპასი, ესე ეწოდება ამ ახალ პროექტს, რომელზეც ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ბევრ ბავშვს ექნება იმის სურვილი, რომ ჩაერთონ ამ ყველაფერში, იმიტომ რომ პროცესიც მე მგონი ამ სწავლის ძალიან სახალისო და საინტერესო. პირველ რიგში გასაგები რომ იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, დავიწყოთ ზოგადად რას მოიცავს პროექტს და საიდან მიხვდით, რომ იყო საჭიროება, რომ ეს პროექტი ზოგადად განხორციელებულიყო. მოგესალმებით. ანუ ეს პროექტი არის ეხლა საპილოტე, პირველად დაიწყო ჩვენმა ცენტრმა ამ კუთხით ბავშვებთან მუშაობა. ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ მცირე ასაკის ბავშვებთან, ეს არის 8-დან 12 წლამდე ბავშვები. რატო არის მნიშვნელოვანი ბავშვთა უფლებები? მე მგონი ზოგადად ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი უფლებების ცოდნა. ჩვენ რეალობაში პრინციპში დიდებმაც ხშირ შემთხვევაში არ ვიცით ხოლმე რა უფლებები გვაქვს და ვერ ვიყენებთ. მით უმეტეს, რა ვიცი, დღესდღეობით მე მგონი ყველას ძალიან გვინდა რაღაცას ევროპული ღირებულებების სწავლა, რაღაც დემოკრატიული სახელმწიფოს შენობა და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ საკუთარი უფლებები ვიცოდეთ და სხვისი უფლებები ვიცოდეთ, რომ შესაბამისად როგორც საკუთარი თავი დავიცვათ რაღაცა უფლება არ დავარღვიოთ. ბავშვებს რო ვკითხოთ, საინტერესოა რა მოგცათ თქვენ თუ იცით ახლა არ ვიცი ამდენად გარკვეულები ხართ თქვენ საკუთარ უფლებებში თქვენ კონკრეტულად, მაგრამ რა მოგცათ თქვენი უფლებების შესწავლა თქვენ? და რატო გადაწყვეტათ ზოგადად პროექტში მონაწილეობა, როგორ მოხვდით საერთოდ? ეს არის სახალისო, კარგი გაკვეთილები გვაქვს და იმიტომ გადაწყვეტეთ. თან იგებ ხო რაღაც შემეცნიერებას? დიახ, ყველაფერს ვიგებ. ძალიან კარგი ტრენერები ძალიან მაგარი ყავს. და ძალიან კარგად ვხსნით. რა ისწავლეთ? აი ახალი რა გაიგეთ, რაც პირველი გახსენდებათ, აი ახლა როცა გეკითხებით რა მოგცათ ამ პროექტმა, რა იყო ისეთი, რაც აქამდე ვთქვათ არ იცოდით. იცოდით, რომ გქონდათ ვთქვათ განათლების მიღების უფლება, რაღაც ბევრი სხვადასხვა უფლება, ხო? საინტერესოა აი კონკრეტულად ახალი რა არის, რაც აქამდე არ გქონდათ გაგებული. თუ უფრო კარგად ისწავლეთ ამ უფლებების გამოყენება, აი რა საინტერესოა თვითონ ეს პროექტი და არაფორმალური სწავლების მეთოდიაო, ხო? რაში მდგომარეობს ეს არაფორმალური სწავლება? ანუ ამ ეტაპზე ჩვენ ვიყენებთ ევროსაბჭოს მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს კომპასიტოს, რომელიც ზუსტად პატარა ბავშვებისთვის არის შექმნილი. აქ არის სხვადასხვა საკმაოდ სერიოზული თემა, რომელსაც შეიცავს ადამიანის უფლებები და ამ თემების სწავლების ძალიან მარტივი სახალისო მეთოდები. მე მგონი გოგოები თვითონ უკეთესად მოყვებიან, რაღაც თემები ჩვენ უკვე გავიარეთ, რაღაც სავარჯიშოები გავაკეთეთ და უფრო თვითონ უკეთესად მოყვებიან, ალბათ რა იყო ყველაფერი, რა მოეწონათ დასამახსოვრებელი სავარჯიშო, რომელიც სამივე ვკითხოთ. და საინტერესოა ერთი და იგივე სავარჯიშო იქნება თუ სხვადასხვა? რა ტიპის სავარჯიშო? ესე იგი ჩვენ ვიყავით. შენ მე მგონი ცოტა ხანში ტრენერი იქნები, ოღონდ მწვრთნელი უფრო სწორედ. მე იყოს თბილისის ჩვენ პირველად ვიყავთ გეიმზე, ანუ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ამ ყველაფერს ჯგუფურად. ვიყავით გეიმზე, უნდა გემი იძირებოდა, უნდა გადაგვეყარა ნივთები, რომელიც ჰქონდა დარიგებული და ფოსლებზე გვეწერა. ძალიან გაგვიჭერდა, იმიტომ რომ ანუ საჭირო ნივთი იყო, საჭირო ნივთი იყო ნახევარზე მეტი. და რა ვიცი, ანუ სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით და ანუ სხვადასხვა ნივთები დავიტოვეთ და სხვა ბავშვებს გეწევით. რა გადაყარეთ? საინტერესოა და რა დაიტოვეთ და მე უკვე ქეთის კითხოთ, რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს თქვა სხვადასხვა. დავიტოვეთ სუფთა წყალი, ბავშვებთან კონფლიქტის გამოსწორება, ანუ აი ეს საგნები არისო, ხო რაღაც ღირებულებების. ეს არის რეალურად ღირებულებები, უფლებები, რომელიც არის
ბარათებზე დატანილი და რომელიც ბარგის სახით აქვს გემზე წაღებული ამ ბავშვებს და არჩევანის გაკეთება არაფერი არ იყო საერთოდ და მე სახლიც დავიტოვე კონძულზე რო ქონოდა საჭმელიც დავიტოვეთ ბავშვთან ბავშვთან კონკურენციის დამყარებაც დავიტოვე და ექიმებისთან წამლებით. სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ მე მგონი. ჩვენ დავიტოვეთ ასე საკვები წყალი და სუფთა წყალი. წყალი ყველაზე გარეშეც წარმოუდგენელია. ნუ ამის მიხედვით ხვდებით ალბათ პრიორიტეტებს, ხო? ნუ ამის მიხედვით თვითონ ბავშვები უნდა მიხდენ პრიორიტეტებს რეალურად ამ ბარათებზე უმეტესწილად არის ყველა ის უფლება, რაც ადამიანს აქვს და თვითონ დაარჩიონ რაღაც ეტაპზე, რაღაცებზე ზოგადად ცხოვრებაში უარის თქმა გვიწევს ხოლმე. რაზე შეიძლება უარის თქმა და რაც პირველ ყოფილი რომლის გარეშეც უბრალოდ ვერ იცხოვრებ და ყველა ვარიანტში გჭირდება. ეს არის ეს ერთ-ერთი მოთალვითი სავარჯიშო, რომელიც სულ თავდაპირველად გავაკეთეთ და ამით დავიწყეთ შესავალი თვითონ იმ თემაში, რასაც ზოგადად ადამიანის უფლებები ქვია. კიდე ხვალ გამოყოფდით რომელიმე სავარჯიშოს გადავიდეთ უკვე თამართან და მარიამთან. ან გვიპასუხე კი და თქვენ შემდეგ სამივე მკითხარით. კარგი. ესე იგი ჩვენ მქონდა დავალება დაგვირიგეს ბავშვების ისტორიები, რომლებიც ეს ბავშვები ერთმანეთს კარგად არ იცნობდნენ და არ იცოდნენ სინამდვილეში ვინ როგორი იყო. მათ თავისებური საიდუმლოებიც ჰქონდათ. არ მიხელდნენ თავის მეგობრებს. როგორ ხდება ზოგადად რეალურ ცხოვრებაში? დიახ. და რა მოხდა მე ჩვენს გამოგვადგეს? ჩვენ მქონდა, მე მქონდა რიკარდოს საიდუმლო დღიური, სადაც ეწერა, რომ მას ჯანმრთელობა კარგი არ ქონდა რა და მშობლებსაც საშუალება არ ქონდათ. რო გამოესწორებინა. დიახ, და ამის გამო მშობლებს არ უმხელ, მასწავლებლად ბავშვებსაც არ უმხელ და ამ ყველაფერს. თანაც ღარიბი იყო, რადგან საჭმელს ჯერ აცდი და როდესაც თავის დები და-ძმები დაამთავრებდნენ, მე თვითონ კი ყოფილა რიკარდო არა? არ და ყველა ბავშვი ამბობდა რომ წყალში იმიტომ არ ხტება რომ ცურო არ იცის და ჩემი სასწრაფოდ ერთმანეთს გაუგებდნენ ეს ბავშვები რადგან ყველას თავისი საიდუმლო ჰქონდა და უნდა გაიგოთ ერთმანეთისთვის. ანუ ჯობდა გაამხილვა. მორალი ამ ყველაფრის ეს იყო რომ საიდუმლო ჯობია რომ გაამხილვა, ხო? ხო, საინტერესო არის გარდა ამ ტრენინგებს თქვენ როგორ ფიქრობთ ქვეყანაში საქართველოში რა უფლებები იყვება ბავშვების? თქვენი რა უფლება დარღვევა თუ კონკრეტულად ძალადობა, ბავშვების ძალადობა. აი ბავშვს უნდა ქონდეს იმის უფლება, რომ ისწავლოს და სახელმწიფო ამისათვის უფასო სკოლები გამოყო. კიდევ ბავშვის უფლებაა, რომ ქონდეს საკუთარი დაბადებიდან ქონდეს საკუთარი სახელი და მოქალაქეობა და თავისუფლებს იცნობდეს. თქვენ თვითონ გადაყრილ ხართ რაიმე მსგავს უფლებების დარღვევას თქვენს მიმართ პირდაპირ? საბედნიეროდ არ გამართლათ, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ბავშვებიც ხდებიან და გამხდარვართ ალბათ მოძალადეები, ნუ ეხლა ცოტა ისეთი ნათქვამია ალბათ, მაგრამ იგივე ის მაგალითი აღნიშნეთ, ხო, ერთ-ერთი ისტორია წყალში არ ხდებოდაო მაგალითად და დასცინოდნენ, იმიტომ რომ თქვათ ეშინია და ასე შემდეგ და სკოლაში ხშირია ხოლმე ესეთი სიტუაციები, არ ვიცი დღეს რამდენად არის, მაგრამ მე მახსოვს, როცა ხდება თქვათ ხო, იმიტომ რომ წყალი არ აქვს და შესაბამისად ისესწავლობენ სულას, მაგრამ ისე ხდება, რომ თქვათ სკოლაში რომელიმე ბავშვი ესე აირჩევენ კონკრეტულად არანაირი ვთქვათ მიზეზი არ არის და ის ხდება მუდმივად ამ დაცინვის ობიექტი, ხო? ან რამდენიმე ესეთი ბავშვი. თქვენ თუ ხდებით ხოლმე ესეთ მაგალითებს თქვენ რეალობაში, როცა ბავშვები ხდებიან მოძალადეები და ვერ ხდებიან საკუთარი ხუმრობით ან უბრალოდ გამონათქვამით როგორ ჩაგრავენ სხვას. ყოფილა სკოლაში ზოგჯერ ესეთი შემთხვევები, ნუ ყოველთვის არა, იმიტომ რომ მეგობრული კლასი ყავს და ვცდილობთ რომ ერთმანეთს კარგად გავუგოთ და ანუ ესეთი უფრო ბიჭებზე, ან გოგოებზე არ გოგოებზე. ამ პროექტში არ აქტიურობენ ბიჭები, რომლებსაც ჩართულები არის. საინტერესო არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის რეგიონების ჩართულობა ამ ყველაფერში, რეგიონიდან ჩამოსული ბავშვების. ანუ ამ ეტაპზე თვითონ პროექტში ჩართული არის თბილისის გარდა 3 ქალაქი, ეს არის ახალციხე, ბორჯომი და ხაშურის სკოლებიდან ბავშვები. ანუ თბილისში არ ტარდება მათთვის ტრენინგები, ჩვენ ადგილობრივად ჩავდივართ და იქ უტარებთ შეხვედრებს.
ნაცი მე თვითონ ძალიან ყვაყოფილა, ძალიან მომწონს იქ ქაუთ ბავშვები და ძალიან აქტიურები არიან, დაინტერესებულები არიან ამ საკითხებით. და ისინიც ესე ხალისიანად ცდილობენ იმ ყოველფრის გაგებას და იმ ახალი რაღაცების სწავლას, რასაც ჩვენ თავაზობთ. როგორც მივხვდი, სკოლამ უნდა გამოხატოს ამ შემთხვევაში ინიციატივა თუ ინდივიდუალურად შეუძლია ბავშვს რომ ჩაერთოს პროცესში? ესე იგი ამ ეტაპზე, რადგან ეს იყო პირველად და საპილოტე პროექტი, შერჩევა ჩვენ თვითონ მოვახდინეთ, ანუ ავირჩიეთ რამოდენიმე სკოლა, რადგან თითო ქალაქში სულ 30 მონაწილე უნდა შერჩეულიყო. შეზღუდული ვიყავით ამაში და ყველა სკოლისთვის არ მიგვიწოდებია სამწუხაროდ ინფორმაცია, მაგრამ იმედავარებ, რომ შემდგომში თუ დაინტერესება იქნება, უკვე მასშტაბიანი იქნება. თან ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ კომპასიტოს გარდა არის კომპასი შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის. ანუ ეს სახელმძღვანელო ზოგადად იხვეწება და სხვადასხვანაირი ვარიანტი გამოდის, მაგრამ რაც შეეხება კომპასს, ეს არის უფროსი ადამიანებისთვის შექმნილი. იქ მოცემული სავარჯიშოები ჩვენც შეგვიძლია თავისუფლად გავაკეთოთ ამთან ბევრი რაღაცა ვისწავლოთ, ამიტომ ზოგადად ეს წიგნი ძალიან კარგია და ყოველდღიურზე ახალ რაღაცებს ვსწავლობ მე თვითონ, როდესაც ვიყენებ ხოლმე. წარმატებულ სასწავლო პროცესს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ხალისიანი და საინტერესო იქნება ყოველი მომდევნო გაკვეთილი. უნდა დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ვიყავით. დააჩაგრინოთ არ არის ეს. მე ეჭვება დღეს ისეთი ბავშვები არიან ჩვენთან სტუდიაში, რომ არასდროს არავის თავს არ დააჩაგრინებენ. ჩვენ უნდა ვნახოთ სიუჟეტი მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მოგიწევთ წახლა იმ ადამიანებს, ვისაც გაინტერესებთ რა სპექტაკლები იდგმება, იმიტომ რომ საინტერესო პრემიერა გელით წინ.